ხუთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ჩვენთან ერთად უნდა გაიაროთ იდეალური ქორწილის მისაღებად. პირველი, ქორწილის ზოგადი ტარიფების განხილვა. პირველ ეტაპზე ჩვენთან დაკავშირება ხდება ვიდეო ან აუდიო ზარით, ან ასევე მიმოწერით, სადაც თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ქორწილის ბიუჯეტი, რომელიც რა თქმა უნდა დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე, ლოკაციაზე, თარიღზე და სხვა დეტალებზე. თუ ეს მიმოწერა და აუდიო ზარი ან ვიდეო ზარი თქვენთვის საკმარისი არ იქნება, შეგვიძლია ჩავნიშნოთ ფიზიკური შეხვედრა, კონსულტაცია, რომელიც არის ფასიანი. ფასიანი კონსულტაცია, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ინფორმატიულია, რის დროსაც ჩვენ განვიხილავთ სხვა ლოკაციებს, საუბრობთ კონცეფციაზე, იდეებზე, ასევე ბიუჯეტზე, ხარჯების ოპტიმიზირებაზე. თუ მოხდა სასწაული და კონსულტაციის შემდეგ ჩვენთან არ გაგრძელებთ ურთიერთობა, დამერწმუნეთ, თქვენ წახვალთ ძალიან ინფორმირებულები და გეცადინებათ თუ რა მოთხოვოთ თქვენ მიერ არჩეულ ორგანიზატორს. იმ შემთხვევაში თუ შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები, ამის შემდეგ ეს თანხა სრულ ბიუჯეტს გამოაკლდება. ანუ ფაქტობრივად კონსულტაცია არის უფასო. მეორე, ხელშეკრულება და ავანსი. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რაში გვჭირდება ხელშეკრულება და რაში გვჭირდება ავანსი. მოდით ახლა ჩავშალოთ ეს საკითხები. ხელშეკრულება არის პირველ რიგში დაცულობის და სტაბილურობის გარანტია. ხელშეკრულებაში არის ჩაშლილი აბსოლუტურად ყველა პუნქტი, რაზეც ჩვენი გუნდი იმუშავებს თქვენი ქორწილის შემთხვევაში. აუცილებლად არის ჩაწერილი გადახდის ვადები, ასევე რა თქმა უნდა ფორსმაჟორული სიტუაციები, იმ შემთხვევაში თუ მოხდა ისე რომ ქორწილის გადადება ან გაუქმება მოგვიწია, რა ხდება ამ შემთხვევაში. ხელშეკრულება გაზღვევთ როგორც თქვენ, ასევე ჩვენ. და რაში გვჭირდება ავანსი? ავანსი პირველ რიგში არის საჭირო იმისთვის, რომ დაიჯავშნოს ჩვენი გუნდი, ხელში ჩაგვიგდოთ, ესე რომ ვთქვათ, და მოვინიშნოთ თქვენი თარიღი იმისთვის, რომ გუნდი განეწყოს თქვენს ქორწილზე სამუშაოდ. ასევე ავანსი არის საჭირო სხვადასხვა მომსახურებების დასაჯავშნად, როგორც არის ლოკაცია, ფოტოგრაფი, ბენდი და ასე შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ძალიან სწრაფად იჯავშნებიან სეზონის განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვასწროთ როგორც ჩვენი ხელში ჩაგდება, ასევე კარგი სპეციალისტების ხელში ჩაგდება. მესამე, მომსახურებების შერჩევა. იმის შემდეგ, რაც დავასრულეთ ოფიციალური ნაწილი, გავაკეთეთ ხელშეკრულება, ჩავრიცხეთ ავანსი, შემდეგ იწყება ჯადოქრობა. გადავდივართ უფრო დეტალურ არჩევაზე, ანუ ჩვენი მხრიდან ხდება შეთავაზება როგორც ლოკაციების, ასევე ფოტო-ვიდეოგრაფების, ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ძალიან ინფორმატიულად. ლოკაციების შემთხვევაში გეგზავნებათ ბაზა დეტალური თქვენი სტუმრების რაოდენობის, თქვენი ბიუჯეტის და სურვილების გათვალისწინებით. ეს არ არის ზოგადი სია იმ ლოკაციებისა, რაც საქართველოში არსებობს, ეს მნიშვნელოვანია. თითოეული ქორწილისთვის ჩვენ ინდივიდუალურად ვარჩევთ ლოკაციას. ანუ გთავაზობთ ზუსტად იმას, რაც თქვენ გჭირდებათ და არა უბრალოდ გიყვებით, რომ ჩვენ ბევრი ლოკაცია ვიცით საქართველოში. რაც შეეხება ფოტოგრაფებს და ვიდეოგრაფებს, აქაც აუცილებლად გეგზავნებათ დეტალური პორტფოლიო, სადაც თქვენ ხედავთ ამ ადამიანების ნამუშევრებს, ასევე ხედავთ დეტალურ პირობებს, რა ღირს მათი მომსახურება, რა შედის ამ მომსახურებაში, რას მიიღებთ მათგან. მეოთხე, კონცეფციის შემუშავება. ეს ნაწილი პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ვიტყოდი ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ აქ ხდება იდეების გაცვლა, აქ ხდება თქვენი ქორწილის იდეაზე, კონცეფციაზე მუშაობა. არ არის სავალდებულო ყველა ქორწილს კონდეს რაღაც შინაარსი და დასახელება, მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ქორწილი იყოს თქვენზე მორგებული, თქვენს ისტორიაზე, შეიძლება ეს იყოს გაცნობის ისტორია, ან სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალი თქვენი ცხოვრებიდან. ამაზე დაყრდნობით მე უკვე ვქმნი თქვენთვის დეტალურ პრეზენტაციას, თუ როგორი დეკორის შემოთავაზება შემიძლია. აქვე დავამატებ და შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქორწილები არ მეორდება, ანუ ეს ნიშნავს, რომ თქვენი ქორწილი არის ძალიან ექსკლუზიური, იგივე გაფორმება სხვა ქორწილში ვეღარ შეგხვდებათ, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება კონცეფციის მიწოდების სახეს, ესეც რა თქმა უნდა არის ძალიან ინფორმატიული, აუცილებლად კეთდება 3D ილუსტრაცია, ანუ რეალური ფოტომონტაჟი იმისა თუ კონკრეტულ ადგილას როგორი დეკორაცია გაკეთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ წინასწარ უკვე ცხადად ხედავთ თუ როგორი დეკორი გექნებათ, როგორი ქორწილი გექნებათ და ამ ყველაფერს 3D-ში წარმოიდგენთ. ასევე, რა თქმა უნდა, აუცილებლად ხდება მაგიდების განაწილების დეტალური სქემის გაკეთება, კეთდება ნახაზი, რომელიც არის აუცილებლად ზუსტი და ინფორმატიული და თქვენ ხედავთ თუ როგორ განაწილდება თქვენი მაგიდები, სად იქნება საცეკაო ადგილი, სად იდგება ბენდი და ასე შემდეგ. ეს გეხმარებათ სივრცის აღქმაში. მეხუთე, დაგეგმვის პროცესი. იმის შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი ადამიანები უკვე დავჯავშნეთ, ქორწილის კონცეფციაზეც ვიმუშავეთ. ეხლა მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ სხვა ეტაპებზე, როგორიც არის მაგალითად ლოკაციებზე ფიზიკური ვიზიტი, დათვალიერება, სადაც აუცილებლად მე თქვენს გვერდით ვარ. ასევე მნიშვნელოვანია დეგუსტაციები, როგორც საკვების, ასევე ტორტის, ასევე მე ვფიქრობ, გოგოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია კაბების სალონებში ვიზიტი, სადაც თქვენ შეძლებთ რომ გაიზომოთ ეს კაბები და იპოვოთ თქვენი საოცნებო კაბა.
ქორწილი ზოგადად წყვილის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, მე ვიტყოდი, განსაკუთრებით ქალების შემთხვევაში, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ პატარძლებმა წინასწარ იცოდნენ თუ როგორი ვიზუალი ექნებათ მათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად ვაკეთებთ სატესტო მაკიაჟსა და ვარცხნილობას იმისთვის, რომ ქორწილის დღეს თქვენ არ დაგხვდეთ სიურპრიზი და ზუსტად იცოდეთ როგორი მაკიაჟი და ვარცხნილობა გექნებათ. ასევე რა თქმა უნდა, წინასწარ ხვდებით იმ ადამიანებს, იმ გუნდის წევრებს, ვინც თქვენ ქორწილზე უნდა იმუშაოს, მაგალითად ნიშნავთ შეხვედრებს წამყვანთან, ფოტოგრაფთან, ვიდეოგრაფთან და აბსოლუტურად ყველა ადამიანთან, ვისთანაც შეხვედრა აუცილებლობას წარმოადგენს. ამ ყველაფრის პარალელურად, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა დღის გეგმაზე, სცენარის შემუშავებაზე, პროგრამის გაწერაზე. ძალიან ბევრს გონია, რომ ამ ყველაფერს წამყვანი აკეთებს. სინამდვილეში ეს ხდება ორგანიზატორთან შეთანხმებით. ჩვენ აუცილებლად ერთად გავწერთ ყველა მნიშვნელოვან მომენტს. ეს იქნება სადღეგრძელო, ეს იქნება პირველი ცეკვა, ფეიერვერკი, ტორტი თუ ასე შემდეგ და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც არის თქვენ ქორწილთან დაკავშირებული, მაგალითად ფოტოგრაფი, ვიდეოგრაფი, წამყვანი ბენდი, ეგზაუნება დეტალური დღის განრიგი, რომელიც მათ ეხმარებათ იმაში, რომ ზუსტად იცოდნენ რა მომენტში რა ხდება და რა თქმა უნდა თქვენ არ შეგაწუხონ ამისთვის. როგორც მიხვდით, ყველა დეტალში იგრძნობა ზრუნვა და ბოლოს, რაც ჩვენთან ურთიერთობის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ყველა ნაბიჯზე იგრძნობთ ინდივიდუალურ მიდგომას. ყველა თქვენი სანუკვარი ოცნება ახდება, არ ვაჭარბებ აბსოლუტურად ყველა ოცნება. ჩვენთან შეუძლებელიც შესაძლებელია. არ არსებობს ჩემთვის პირადად სიტყვა, ვერ გამოვა, არ გამოვა, ასევე არ არსებობს თქვენთვისაც. იოცნებეთ, გაშალეთ ფრთები, დამიქირავეთ მე იმისთვის, რომ ეს ფრთები კიდევ უფრო კარგად ავაშრიალო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიიღებთ ექსკლუზიურ ქორწილს, რომელიც არასდროს არსად აღარ განმეორდება. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია წლის განმავლობაში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ქორწილებზე მუშაობს. ეს გამომდინარეობს იქედან, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა ქორწილების რაოდენობა. ასევე ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი სურვილია ყველა ქორწილი იყოს გამორჩეული, განსხვავებული, საინტერესო და დასამახსოვრებელი. რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა შენი ქორწილი. დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს, რომ გაიგოთ რა ხდება ჩვენს ქორწილებში უშუალოდ ქორწილის დღეს.